Atacani saydan sadav. გამარჯობა. Შევიდე სახში. ნახეთანი გასაკეთე. როგორ მომაგები, ა? ფოცი მითხრეს სადღაც აქეთ რომ იყავი და კითხვა-კითხვით მაგარი. მოდი, გოლიოხია. ხოლე შენ? მოდი, როგორ ყავს შენ? ხოლოს ისე წავიდა საქმე რომ საქართველოში აღარ დამდგომებოდა. ჩემ თავს არჩი ხალხი აწიოგეს ვინაც კი ხელი გამიმართავენ. ხო და ამაზე უკეთეს ადგილს ადიპოვე. თავრობა აქ არ არის და ჩაფარი. ათისთავია მარტო, არავის სხვა. ეგერ ხლისტებს 10 და მეტი ზროხა ყავს თითოს. 5 და 6 დესეტინაზე მარტო კარტოფილი მოყავს კომს. ძალიან შეძლებულად ცხოვრობენ და გადასახადის ამკრეფი თვალით არ დაუნახავთ. რა ხალხი ცხოვრობს აქ? ვინ და საიდან არიან მოსული? სეზონური მუშები სულ 8 კაცი ვართ. დაბა ხლისტებისა. ხლისტები რა ერი და რა რჯულიათ იყო? სექტა, სარწმუნოება. ყველა ჯურის ხალხია, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ქართველების კი არიან ხლისტები 3, არა 2 დარჩა. ერთი წყალმამგვა მოკლა შარშან. ისე რასაპირებ ახლა? იმუშავებ თუ ისე იქნები. რა დამაყენებს უსაქმოდ ამ გადასაკარგავში? აგაშენას ღმერთმა. სახადი იყო აქ, ბევრი ხალხი წაიყვანა საიქიოს. ერთი ძმა კაცი მყალატია შეერქვა. სანახევროდ მუშაობდით. კარგი ოსტატი. კარგი მოყაითი კაცი. მოგდა საწოდავი. მარტო არ ახლა ხერხის გამწევი არ მყავს არავინ. მუშავერი შევე? ახლები ზოგი დაიხოცა და ზოგმა თავს უშველა. ხლისტებს აქეთ უჭირავ თვალი როგორ დაგიგირავს და ტყავი გაგაძროს. ხარბი და ძუნწი ხალხია. გამდიდრება მიწის სიძუნწე. შურიანები და ოხრები არიან. სექტანტობის ბრალია ყველაფერი. აგერ კაცი რომ მიდის, ქრისტია ეგ. მოდი ნახე. საკუთარი ქრისტე ყავთ. ხლისტებს. დილამშვიდობისა. გაგემარჯოთ. აი, რომ თხოვდი მუშამიშოვნეო, მოგიყვანე. ბუდარა და მისი ცოლი. თითოს დღეში 10 შაურს მისცემ და თუ ხელობასაც ასწავლი, ერთ-ორ თვეს დარჩებიან. მერე კიდევ გამოჩნდება ვინმე. აბა რა ვიცი. აგერ მომივიდა ამხანაგიდა. ძალიან გამრჯე ცოლ-ქმარია. ესენი გასამდიდრებლად არიან მოსული აქ. ერთი კვირას არ გასულა და უკვე ბოსელი ამოიყვანეს ნახევრამდე. იმოდენა 5 ზროხა დაეტევა თავის ნაშენით. ალბათ იყო ზამიგო გასაღარიბებლად ვინ წავა და სად მივანებავე. შენ საშუალზე არ ხარ ამ სიშორეს მოსული. ეგრე იყოს. დილის 6 საათზე გავდივარ სამუშაოდ.
7 წელიწადს ყოფილა სალდატში, უდარა. სოლი თან დაძდებდა თურმე. დაძდებენ ხოლმე ძოლები სალდატებს. სოლი უდარაზე მაგარი მუშაა რომ იცოდე. საიქცევასაც. გათა. კაცო, რით ვერ მოგბეზრდა მაგის ყურება? იყო ძმაო. ხეს ადამიანები და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი. ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილით შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესად. წყალი მოიტანე. ვიდუქე. ახლა. მომეც მე მოიტანე. როგორ გეგადრებათ? კარტოფილის თესვის დროც მოვიდა. მაგრამ სათესლე არა გვაქვს, არ იძლევიან ხლისტები. მამა ძაღლები. 1000 ფუთი ულბება დოხრებს. არა, ფულად იძლევიან, მაგრამ სამმაქვს თხოვლობენ. ჩვენ კი დღეში 2-6 საბას ვაკეთებთ. კოხი ასაშენებელი.ოგინები. ოჯახში 1000 რამე გჭირდება. ძროხის ყიდვა გვინდა, მაგრამ ასეთი მუშების შრომა დღეში სამავაზად არ ვარ გათიყვა ძმაო. მოუმატოთ უნდა ცოტა. ასეურად მოურიგდით. აი ტეხე სამი აბაზი ვაძლიოთო და ახლა კიდევ მომატოთ? ორი კაცი საქმეს ხომ აკეთებს თითო. შენ თქვი ეს და მანეთი ნუ იქნება 4 აბაზი რომ ვაძლიოთ რა მოხდება ვითომ. მოყურე ახლა შენ. ჩემი წილიდან ვაძლიოთ იყო. ვიცემა თუ ორივე უნდა მივცეთ, მაგრამ ვიცი მაგათი ამბავი. ნახავ ყველაფერს. თქვენ 25 მეტი. იყიდე ძროხა და რომ გეკნებათ დამიბრუნეთ მაშინ. უი, არა, რას ბრძანებთ? მადლობთ. სესხად გაძლევთ, აიღეთ.
ხლისტების დღეობა ხომ არ არის რაიმე დღეს? არა აქვს დღეობები ხლისტებს. ეს მაგათი სალაყბოა და ის სახლის სალოცავია. ხლისტები ახლა გულზე სკდებიან შორით. უდარებმა რომ ძროხა იყიდეს. ასეთი ბოროტი და უგუნური როგორაა ეს ხალხი? რამდენი მეტი შეძლებული მეზობელი ეყოლებათ უკეთესი არ უნდა იყოს მაგათთვის. ძლივს არ გამithმა ძვლები. შეხედებოდა რასო. გაიბლომათ მოუწველია. მაგრამ მაგიან მოიძროხა და უნდა გაშერსეცა. დიდი მამაზაღლი ქალია. ხლისტების გულის გასახეთგად მოდის და მოაქვს რძე ასე ახდილა თორემ. მონაწილს არ დაანახვებენ არავის აქ თვალი არ ეწესობა. მოიგონეთ რაცხას. ხლისტების გულის გასახეთგად კი არა. შეხედე ამ მამაძაღლებს რასაქვე უქრიან იყო ძმაო. ამ ცოდვის ჩამდენი აქ არის რომელიღაც. მომკალე თუ გინდა. რა არის ეს? ეგრე იცის სხვისი თვალის დასაბრუნებლად რძის ტარება უნდაცა. კაიხანი აქ რომ ვარ მუშნი ბატონო და არ მეკითხები არაფერს შენი ბიძაშვილის დათა თუთაშხიას ამბავს. არის ახალი რამე. მობრძანეთ ნიკანდრო ბატონო. მობრძანეთ. არ ვარ მე. გთხოვ. მადლობთ. ვინგდება? ფათი არა ხარ ფათი? მურდუხაი ვარ მე, მურდუხაი. ფართალი რო დამქონდა დედასკვნთან ფართალი. უი, ბიძია მურდუხაი მობრძანეთ, შემობრძანეთ. ხონზე გიცანე. სინათლე აღარ მაქვს თვალებში, მაგრამ ხედავ მაინც. გამარჯობა და სიხარული მოგცეს ღმერთმა ჩემო ფათი. როგორი დედმამიშვილი ხარ? როგორი კაცის მეუღლეობა გარგუნა მაღალმა ღმერთმა. სიმრავლე და ჯანმრთელობა მომაკლოს ღმერთმა შენს ოჯახს. დაბრძანეთ ბიძია მურდუხაი. დაბრძანეთ. მოშია გახსოვს, მოშია, ჩემი უმცროსი ძმა. მახსოვს ბატონო.
მოშიაშვილია ესე ისაკი. დიდ გასაჭირშია მოშია ჩემო ფატი. ციხეშია ახლა. შენ მაქვარმა დააპატიმრა. ვიყავით ბატონ მოშნისთან ჩვენ ვთხოვეთ. უშველე რამე ჩვენს მოშიას თქვა. ასე მითხრა. იმდენი არაფერი დანაშაული აქვს მოშიას. კანტრაბანდა უმტკიცდება, მხოლოდ კანტრაბანდაო. არაფერი მომთავაზოთ. ნურც მემაკადრებდა, ტყუილად ნურც თავებ გაიფუჭებთო. იჯდება თქვენი მოშია. ციხეში 2-3 წელიწადს და დაგიმრუნდებათ ისე. ისე დაიჭირა თავი შენმა ქვარმა რომ ვეღარ შევბედე რამე. რა შევბედავდი? აჯარლები მივიდნენ ბატონ მუშნისთან 10,000 მანეთის შესთავაზეს 10,000 და დააჭერინა 2. მუშნი რომ არა სახში ბედია მორდუხაი. რა უჭირს მე ფატის დავენაცვლე, შენ ხომ ხარ ჩემი ფატი. ყველა ჭირში და ყველა განსაცდელში დაგენაცვლო შენი ვიზია მორდუხაი. მე მუშნისთვის არ მომიტანია ეს, შენთვის მოვიტანე. როგორ გიკეთებათ ბიძია მორდუხაი? შენი დედმამის პატივისცემის სანაცვლოდ და რაც მათგან ხეირი მახსოვს, მისთვის მოვიტანე. 7,000 მანეთი ღირს ეს საყურეები, 7,000 და 7,000 სიხარული და ბედნიერება მოგცეს ღმერთმა. ატარე ჯანმრთელობაში, სიყვარულში, ქმრის ერთგულებაში, შენი დედმამის ბედნიერებაში. ერთი წუთით მაპატიებ ბიძია მორდუხაი. ბავშვი ატირდა მგონი. პატი დაანებე თავი. და იმას მოგახსენებდით მუშნი ბატონო. ჯერ იყო და იმ საქმეში როგაჩევი რომ გაგვექცა 10 ნაბიჯი იჯდა შენი ბიძაშვილი. ლულაზე მყავდა. ფეხის გამოკვის მეტი არ უნდოდა არაფერი, მაგრამ მერია და რამდენჯერ მომსვლია ცნობა დათათუთასხი აქ და ამასთან ვახშმობსო, მაგრამ არ წავსულ ვარ იქ. 3 დღის და 1 კვირის წინ რომ უმასპინძლია, იმ ოჯახს დავცემი ვარ და ამით იოკებია იქაურობა. არ მოგწეულ ხარ სწორად ნიკანდრო ბატონო. მართალი. არ მოგწეულ ვარ კარგად, მაგრამ ბიძაშვილია შენი. და მოგიწევს დიდი თანამდებობა ვიციმეს. ძნელია მუშნი ბატონო, ნამეტანი ძნელია. აქეთ შენ ხარ, იქით დათა. ის კაცი თუთაშხია ვიღაც ოხერი ხომ არ არის და ახლა სამსახურს რა უყოს კაცმა. როგორც მიბრძანებ მუშნი ბატონო, ისე მოვიქცევი. როგორც კანონს და სამსახურს სჭირია, ისე უნდა მოიქცენი კანდრო ბატონო. ბიძაშვილია თუ რაც არის ჩემი დათა თუთაშხია, ეს აქ ჩემი საქმე და არც შენი. მეფის სამსახურში ვართ ორივე. გამარჯობა, თიყვა. გაგიმარჯოს. სად იყავი ამდეხა? მოსავალი დავაბინავე და მოვედი.
რა შევა ჩემი დათა? რა ვიცი? აგერ ტყიდან ბუდარა მოდის. კითხე და გეტყვის. რომელი ხარ? თიყვა ყოფილ ხარ. როგორ გიგითხო? ხომ კარგად. მადლობ. ვინა ბუდარა ეს კაცი? ჩემი მუშა, სევა. ხელსაწყორატო წამოგიღია, სხვაგან ხომ არ აპირებ მუშაობას? ტრები მყავს. ხელსაწყო დღეში რო დავტო მომპარავენ. შური დამწრობა ახალი ამბავი არ არის, მაგრამ იარაღისა და ხელსაწყოების მოპარვა არ გამიგონია. დიდი ბოროტი ხალხია ეს ხლისტები. ეგენი ყველაფერს იკისრებენ. ბოროტი რომ ხარ და ავი, იმიტომ წაგართვა ღმერთმა სინათლე. დიბა. შეუბედურო შენ. დიბ. ნაშვები. ეგ ხამაკია, მაგოხერ ჩავახეთქო ჩემი ნაშრო. აგერ აქაა ბაზალური და ჭამე. რა გინდოდა ნეტარი? გარეცხილი და გაფრიალებული მქონდა ყველაფერი სანამ ბუდარი ხადაიარებოდა ჩვენთან. შემოგწიცინებდა თვალებში და არ უნდა არაფერი შენ ალიერს ისმენ. ვლაპარაკობთ იყავს მამა მაგისტრებს. ჩემ ფულით მოიდგეს მაგაც სული. ვერ გავაბამდი ბუდარი ხასთან სიყვარულს. სინდისი არ მომცემდა საშვილს. იმის ფიქრი მექნებოდა სულ ვითომ ჩემ ფულად უყარ ვარ მეთქი. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი და გახლისტა ბუდარიხა. ახლა ყველა ხლისტის ლოგიში შეძრომის უფლება აქვს. ასეთია მათი სარწმუნოება. ხან მისთან წევს ბუდარიხა და ხან მისთან შენი ბრალის არის ეს. მაინც რამდენი ასესხი ასე რომ აიხსნენ და აშენდნენ. შენ რა წაგიხდა ძმაო მაგენი თუ აიხსენ და აშენდნენ? რა უნდა წამიხდეს, მაგრამ შენ თუ გაგიჭირდება, ბუდარები და მისთანები არ გამოგადგებიან, იცოდე. მაგისთვის არ მივიციან. ქონებას გაიჩენენ. შეძლებული კაცისთვის სიკეთე ადვილი საქმელია. სხვა შეხვდებიან ვინმეს გაჭირებულს და როგორც მე დავეხმარე მაგათ. ისე დაეხმარებიან მაგენიც იმ გაჭირებულს მათი ვიფიქრე. მაგასაც ვნახა. მაინც რამდენიმე ეცი? 200 მენეთი. კი არ მივეცი ვასესხი. ვაჩუქებდი, მაგრამ ქონება შენით ნაშოვნი უნდა გამიგონია. ნაჩუქარი უყუა თუა. არ გაგიჩერდება კაც. კაი, მაგრამ ქალი რომ გახლისტდება, მისი ქმარიც თუ არ გახლისტდა, აღარ აქვს უფლება მისი ცოლობის, ასე მითხრეს მე. ეგრეა. ბუდარას საქმე როგორ იქნება ახლა? ბუდარას გახლისტდება ბოლოს. დაუწყვეტენ საქონელს ხლისტები და დაუწვავენ იმ შენი ფული დაშენებულ სახკარს თუ არ გახლისტდა თვითონაც. გახლისტდება ეგეც. აბა სხვა რა გზა აქვს აცი? ის სევასულელი რომ უშოვნია და წელში რომ წყვეტს უსინდისო დაბაზად დღეში. როგორ მოგწონს ეს ამბავი? ტიკივით აქვს მუცელი, ბაზალუყის თქლებით და გამობენტერებული დაიარება. ვითომ თავისი სისულელე აკლდეს უბედურს, არა ყველა სოფელს თავისი სულელი უნდა ყავდეს. უხდება ძალიან, მაგრამ აბაზად დღეში. ოთხარ ერთხელ ბუდარას სოდვა აბაზად მეთქი. რაო ბუდარა? სულელს მეტი არ ჭირდება. ცეკოს აღარ კადრლობს ბუდარა, კაი თუთუნზეა გადასული. უნდა წავიდე, თევა ძმაო აქედან მე. ვერ გავძლებ ამ ხალხს. ვიქნებ პატარა ხან სანამ შევიდე ამ ხანაში და წავალ. რა ხდება იქ? რა უნდა იყოს? ბუდარიხა ხალიუტასთან გორაობს ლოგინში. ბუდარა უძაღის გამოდიო. გააღეთ კარები! გააღეთ კარები რომ გაუბრებიან! გავიღეთ კარები! გააღეთ თორემ ახლა შემოამძღა! გააღეთ!
კარგი ხარ? სად კარგი ხარ? შეძაღლიშვილო! შეკახვა! წამოდი! გამიშვი! წამოდი! გამიშვი! გამიშვი! არ წამოვა! არ წამოვა! გამიშვი! გამიშვი! არ წამოვა! არ წამოვა! ბებე! არ წამოვა! გამიშვი! ახლა! აი დამანებე! არ წამოვა! არ წამოვა! აი დამანებე! Zamodi čemu pisa? Zamodi gemuda. გამიშვი! ოჯახს ნუ დავარღვე. გამიშვი! არ წამოვა! ამდენი ოფლითა და შრომით მოპოვებულ ქონებას ქარს ნუ გავატან. არ წამოვა! გამიშვი! არ წამოვა! არ წამოვა ხო? მაშკარგი. ახლა ეწავალ და დათას მოიყვან. არ წამოვა! ახლა ეწავალ და მოიყვან დათას. არ წამოვა! დათო ბატონო. დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, მაგრამ თქვენს მეც არავის დაუჯერებს. არ წამოვა. ოჯახი დამენგრევა. დოვლადი. მუდებით წამოხევით დათო ბატონო. სიდარჯული შეგიგირა მაგ ზაღლის უნდა მაგას უჭოდეს წაყევი დათა ცოდვა ეს მამაძაღლი რას არის რომ ვლაპარაკობ? კახპა დედაკაცების საქმეში ჩარევა რა ვაშკეთს საქმეა ნეტა. წადი ნახე შენი გზა დასაკეთებელი. არ წავა. სადაც არ წავა. სადამ არ წავა მყოლი არ წავა. სადაც არ წავა. ადექი ახლა და წადი აქედან. არ წამოვალ არსად თქვი უკვე მე. მაშინ მე თვითონ წავა. მაშინ მე თვითონ გამოვიყვან. მაშინ მე თვითონ წავა. ოპლაվել მაგსასადავს
რა ვქრანდი იყო ძმაო. სიკეთე მინდა დავითომ და არ გამოვიდა არაფერი. იმ ბუდარებმა რაც ჰქონდათ შერჩენილი ის ადამიანობაც დაკარგეს რომ გამდიდრდნენ მაშინ და აქეთ შენ გამოგთხარეს თვალი ხრისტები. ჩემი გამოისობით მოხდა ეგ. და მართალი ხარ შენ? არ უნდა ჩაერიოს ხვის საქმეში ჭკვიანი კაცი თორე. თავს მივცემ თქვენ აბრძანებლა. ბრძანეთ მოშნი, ბრძანეთ. მე ვიცი თქვენ 11 წელიწად ევროპაში იცხოვრეთ, სორბონა დაამთავრეთ. ისიც ცნობილია რომ სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი გაქვთ. პროფესორობაზე ოცნებობდით და კავკასიის ჟანდარმერის შეფის თანამდებობა კი დაიკავეთ. უნგრელმა გრაფმა ლაიორ სეგედიმ 1559 წელს ესე იგი ზუსტად 350 წლის წინათ თავის ერთადერთ სამშობლოდ რუსეთი აღიარა და მისმა ყველა შთამომავალმა რუსეთის ტახტის სამსახურში ელია თავისი სინდისი ნიჭი და სიცოცხლე ასე რომ სისხლში მაქვს ერთი რამ ჩემთვის სამსახური მხოლოდ ღამ არის საზოგადოებრივი მდგომარეობისა და მატერიალური უზრუნველყოფის საშუალება კი არ არის. არამედ მოვალეობა. ამ მოვალეობის შესრულება, რა თქმა უნდა, სხვა სამსახურშიც შეიძლებოდა. მაგრამ მე ნებაყოფლობით ავირჩიე ჟანდარმერია და ამ სამსახურის ურთულესი უბანი კავკასია. იცით რატომ? იმიტომ რომ აქ ჟანდარმერიაში ასე ვთქვათ მაღალი ადამიანური ღირსებების შენარჩუნება უფრო ძნელია ვიდრე სხვაგან. რა სიტყვით? დამაჯერებელია? სავსებით თქვენ უბრძანებლა. თქვენ უბრძანებლა. აქ მატარებელი დიდხანს შერდება, ხომ არ გვესაძინა? სიამოვნებით. ინერე. ნიკიფორე, გამარჯობა შენ. რას აკეთებ აქ? საქმე გვაქვს, მარტო არა ვარ. დაჯექ შეჭამე. არ მცალია, უნდა წავიდე. არა უშავს. მემცალი. და თუ გაციხარ მითხარი, კაჟაია მევახშისაგან ფული რომ წამოვიღეთ, რა ბედი ეწია იმ პარას. 4000 პარტია ჩავაბარე. 1000 მანეთი დავიდოვე ჩემთვის. არალეგალურად ცხოვრებას რამდენი ფული ჭირია, კარგად იცი შენს. შეგარგოს ღმერთმა, მაგრამ ის 4000 მანეთი თქვენმა კაცებმა კარტში და ქალებში რომ გაფლანგეს და არაფერი ტერორისტული აქტი კაც რომ არ მოუხდენი, ამაზე რას მეთქვით? გაუნათლებელი კაცი ხარ შენ და პოლიტიკურად მომზადებელი. არ იცი რომ საიდუმლო პოლიცია და ჟანდარმერია განგებ რომ გიორცელებს ტყუილებს. მებრძოლების კომპრომეტაციის მიზნით აკეთებენ ამას არ იცი შენ. არა ხარ თქვენ წესიერი ხალხი ვიზიკა. ახლა არ მცალია ჟანდარმებით არის გატენილი აქაურობა თუ არა? გეტყოდი სათქმელს. კარგად იხარ კაცი.
რომელი თქვენ ბრწყინვალება? რომელსაც ასე დაჟინებით შესწრებით. ეგ დათა თუთაშხია ჩემი ბიძაშვილი. რასაპირებთ? არაფერს თქვენ ბრწყინვალება, მაგას სროლას ვერავინ დაასწრებს. თავს ვფრთხილდებით? თავსაც და თქვენ სიცოცხლესაც თქვენ ბრწყინვალება. როგორ თქვენს გესრით თუთაშხია. თუ დავაპირე შეიძლება მესროლოს კიდეც. მოკლედ არ მომკლავს, დამჭრის წყობრიდან გამომიყვანს. მაპატიეთ თქვენ ბრწყინვალება უნდა დახტოვოთ. საერთოდ სადგურის პოლიციაში ავტყობი.
მობრძანდით? საჭმელიო მე მგონი და ხელპირი დაიბანეთ ამბობს. ჩავიცნავ დიცვალა და მერე მობრძანდით. ვინ იყო და რა იყო ეს ქალი მოსაჩემო რა სიტყვა შენ? ვინ იყო და ზედავერს მოგიყენებ და გემსახურებათო. სეთურმა რო გითხრა წუხელი, ალბათ ის ზედავერია, მეტი ვინ იქნება? რაღაც უცნაურ ადგილში მომიყვანე მგონი მოსაცმაო. ნამყოფი ვარ მე აგითხარი. საჭმელი არ მოგვაგდება, სასმელი და მხართეზოზე წამოწელა, მეტი რაღა გინდა შენ? წუხელი სეთურთან კაი მაგარი თვრალი იყავი შენ და არ გახსოვს იქნება ამ ჩვენს მასპინძელს მანამდეც და გუშინაც აბელს ეძახდი. აბელია მართლა თუ სხვა ქვია რა? აბელია შეკაცო, გამოთაყვანებული კი არა ვარ მე. აბელი თუ რატომ შემოგაპარა ორჯერ არქიპო ქვიაო. კი მახსოვს, მაგრამ აბელი და არქიპო ერთი ჭირია თქვა ვიფიქრე მე. რომელი გენერლები ჩვენა ვართ, ან რომელი ფელბებელი მაგ დედაბერი მყავს. ასე სალდათივით რომ მოგვესალმა. მაგი თუ გარებზე არ იყოს ახლა მოყურადებული კისერი მომჭერი. მობრძანდით ქალბატონო. გასწორდი წელში და შემოდი ოთახში. სვის ოთახში ჭურიტინი, სადაური წესია ვიცოდა? სადაური წესია და აკაური წესია. უყური ამ ბებერკუდიას? რა ვაგამართულა თქვა ყველაფერი? რისთვის არა შემოღებული და ვის შემოღებულია მაგდეს? აქ ორი ყაზახი ხართ. უნდა ვიცოდეთ ყველაფერი. რას ფიქრობთ, რას აკეთებთ? აბარავა, მარჩენალ და ყველაფერი უნდა იცოდეს. ასია ეს. თუ უკაცრავად არა ვარ. თქვენი მარჩენალი ვინ ოხერია? ვაიშენს პატროს. ვისა ოხერს რო უძახი? შენ მართლაც ოხერდა წიალო. შევთის გლახა. არქიპოს ცედური არის ჩვენი მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი. აბა გამაგებია ვიცოლა აბელი ქვია სეთურს თუ არქიპო? უსინ აბელი ერქვა. ახლა არქიპო ქვია. ასია საჭირო და მიტო. ო, გაი, წამოიდა გვამანია ხელბირი. მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი მამა მან ჩვენმან უსათნაესმან და უკეთილესმან რომელას არქიპო ისოცხლოს მარადჟამს Polychronion.
სულანჯია, შენ მამაზაღლო. არ არის დღეს შენთვის სამუშაო. ილატეს ვანიზემ შასწოს კისერში სპირიდონად და გააგდოს მაქედან. დაჯავშავე, რასტაში, ხალხო, დაჯავშავე, ვაი, აჯა. Uitzwet, Kanna! Uitzwet! Melop! Marjorie Saar! Kijk! Abhijit! Dur! საითვილის ეს ხალხი მეტად. სავითის და სამუშაოზე. აგერის დაგვალული კაცი სამუშაოზე მიდის? მაგ მიდის, თუ მიდის. ეგ ზებუა გუცლის არის. სულანჯიამ რაღა დააშავა, ბატონო. მეტი უნდა და მას სასიკვდილეს. არქივოს უმაგლოდეს. არა, ამას თქვენი საქმე. ჭუით იყავით, თორა ნახავთ თქვენი კუდებით ნაშრომს ქვას. აბა შემკობილნი ყოველთავე სათნოებითა და სიკეთით რომელმა მწყემს მამთვის ისა ხალხისა კეთილად განგებაი. სალამი ბატონებო. სალამი ბატონო. სალამი. მობზანდით. დამზანდით. ხომ კარგად მოუვარეთ ჩვენს სტუმრებს ასინეთა? უწესო კაცებია ორივე. დადი მიხედე შენ საქმეს. ასია, მამავდა შვილო. უწესო კაცები ხართ ორივე. ხომ გაიგონეთ რა თქვა? რა იყო შეგაცო? ხამიანად რომ წამოყარა იმ შენმა დედაბერმა. ხუთსაათზე ვაყენებ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი რომ წესი ყველასათვის ერთნაირია. თუ არა, თვითონაც შუადღემდე წილს მომთხოვენ და საქმე დაზარალდება. საქმეს რო ვამბობ, ხალხს ფიქრო. მათი კეთილდღეობისათვის ზრუნავ. მარჯვენა ხელი ეს კაკოქვია თაბაგარია გვარად. ეს დოში ნამეტანი უხდება არახს. ერთი სახარებაში გვეციოს. იცოცხლე. სპირიდონას სულანჯიას რომ დასხეს ამდილას და კატის ცინდალივით გამოათრიეს მწყობრიდან. ისიც მის სასიკეთოდ იყო. აბა რა ვაგონია შენ? კაცი შიშსა და მოგზალებას რო დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. აი თუ რა თქვა სპირიდონა სულანჯია. არქიფო სწორედ ინდეს გვაძლევს, შიფშილით რო ვარ დავიხოცოთ. სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს. ყოველგვარი გაყვნილება და უზნეობა. თქვათ და მივეცი სპირიდონა დოყლაპიას, რომ აძლევი მასე მეტი. კიდევ მეტი მომდება და რომ აღარ ექნება, მაშინ გაუბედურდება. არვას და შეიარაღებას მოკიდებს ხელს. რა გამოდის აქედან?
კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და გააღორმოწელო. რატომ თქვა სპირიდონას სულანჯიანის რაც თქვა? გოჭები გაზარდა მაგრამ 9 იყო. 6 მე წამოიყვანა 3 დაუტოვა. გაყიდა, ფული შეუვიდა სახში და მითომ თქვა. რა უნდა წამომეყვანა? მისთვის ერთი დამეტოვებინა და არაფერს იტყოდა მაშინ. ასე ეს. ახლა ერთ კვირას არ გაიყვანს კაკოია თაბაგარი. სპირიდონა ყბեց და ინანებს. რატომ თქვიო? სხვისთვისაც მაგალითი იქნება ეს, აბა? თვითონ ხომ შეცდა და დაზარალდა, ეს არაფერი კიდე. მაგრამ სხვასაც რომ წაურჯიყავა და უბიძგა, შენს თქვი და გაუბედურდიო, აი ეს არაცა. რაც ხალხს დააზარალებს და გზიდან გადააცდენს, სანამ გაზრდილა და მოღონიერებულა, იქამდე უნდა ჩაქოლო და ჩაქო. ხალხზე თუ არ ვიზრუნე მე, მათ კაი ცხოვრებაზე არ ვიფიქრე. რა ისთის მე? ხალხს თუ უთხარი, ადამიანი ხარო, რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ არ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მაქედანო. ცხენი და სახედარი ხარტყა უნდა ელაპარაკო. ადვილად იჯერებენ ამას. იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასია ეს. მარა პირდაპირ კი არ უნდა უთხრა. შეპარვით. ქარაგმით. შესასიკვდილი ასინეთა. შემოდი ახლა კიპასავით რომ აგვიხარ მაგარებს. გამითვალე და ჩამომი ანგარიშე, ხო ნათქვამ? წადი ახლა ჩაჯექი ნაუბახში. წადი. ცეცხლის დამთება არ გაბედო. თუ არა 3 დღეს არ გაკვარებ და დაგიმატებ კიდევ. წავალ ნაუბახში ჩავძები. მაგრამ შენთვის არ მიგდია ყური. ამ კაცებისკენ ვიყავი მიყურადებული. რა ამათ ნათქვამს მე შენზე ნაკლებად გავიგონებდი თუ? კი გეიგონებდი მამა და მარჩენალო. გეიგონებდი, აბა არ გეიგონებდი. მაგრამ ორი ადამიანი რო გეიგონებს და მიხვდება ყველაფერს. ერთი კაცი გეიგონებს და მიხვდება ისე. კაი აბა. ნუ წახვალ ნაუბახში, მიპატიებია. შედი კოკინაშვილისას და მის პელაგია შეაპარე ლაპარაკში. ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს თქვა, რომ არქიპოზე ულაპარაკია რაღაცა და მისი ნალაპარაკები თაბაგართან სვანიძეს მიუტანია თქვა. კოკინაშვილის პელაგია თუ არ იქნა, სვანიძეებთან შედიდა ტერეზია შეაპარე სპირიდონა სულანჯიას თაბაგართან ნალაპარაკები კოკინაშვილო მიიტარა თქვა. ხო. ვერ გაიგე ხო? უკუღმა ეს ასინეთა უკუღმა. ასულეთ. ხო. აბა, ტაკ. ისე რომ სთქვას ადამიანმა არ ვქენი ღვთისმიერი საქმე. ასინეთა რომ ენის მისატანად გავაგზავნე. ხომ ასე გამოდის? არა, სინამდვილეში სწორედ ღვთისმიერ საქმეს ვაკეთებ. დობა აღარ ექნებათ ერთმანეთის. ყველა სათითაოდ მოერდება პირის შეკვრას
და აღარ გაუბედურდებიან. რალი ჩემი რომ ეშმაგობა მიხდება და გაწვალებული ვარ. მაგრამ სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია. თვითონ თუ არ დაიჩაგრე და არ დაიტანჯე. წავიდეთ ახლა და თუ გნებავთ გიჩვენებთ იმ ჩემი ხალხის დამუშევარს და საშუალებას. მობზადეთ. ასე 200 საჟენია ამ გვირაბის სიგრძე. აღმარჩი რომ თხრიან, თავდაღმართში გამოაქვთ ზურგით. ასაუბრობა სულ ასეთი მიწა. მაგრამ ხალხს არჩო ადვილად თუ აშოვიე, გაფუჭდებიან. ძნელი სამუშაო ყოფილა. ძნელი რომ არის და მიწა ზურგით რომ უნდა ატარო, შეგიყვარდება საქმე. სიყვარული რა არის თუ იცით? რა და რაზედაც მეჩნომას დახარჯავ და მეც იზრუნებ, უფრო შეგიყვარდება საქმე. სნეული და ძნელად მოსავლელი ბავშვები რომ უფრო მეტად უყვარს დედას, თუ შეგინიშნავთ ეს. მაგრამ აქ სხვაც არის კიდევ და აგერეთ. ხალხის ბედნიერებისათვის რა არის საჭირო? იმედი. სათაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე მე ჩემი ხალხისათვის იმედი. და ნამეტანი იმედია ნატყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაილებს ხალხი გულში არაფერს და იქნება ბედნიერი. მოდით აგერ განახვევთ როგორი იმედი მოვიგონე მე ჩემი ხალხისათვის. ეს ის კონდრის კაცი არა? დილით რომ წამოიყვანა თაბაგარმა სამუშაოდ სხვებთან ერთად. კი, ის არის. ხუთ შაურს ვაძლევ დღეში. ყველა მიცის. მუნჯია და ყრუ. ზის მასე და უჭირავს ხელში მაგბაწარი? კი. ზის ასე და უჭირავს ხელში ბაწარი. და საკეთებს შაში და ლოცვილი. იმედს საკეთებს მოსეთ ჩემო. იმ ხალხის იმედს. შეასამებს ეგაცა. მერტი საშია და მის იმედა. ჩემი მტერი იყოს უნდა და ამ ჭაში ჩაშვებული კაცის იმედა. ვინა რომ არის? გეტყვით აგერ და გაიგებთ ყველაფერს. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის. მათი ხრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან. აი, არქივო ბატონო, თუ კაცი ხარ. ის ხრელი აღმართში ადის და იქით მიდის. აქ რანაირად გამოვა? არც გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. ამთას ხო უყურებ შენ? აქ თაში იტვიალებს ხრელი და არსად არ წავა იქიდან. ასია ნანგარიშე. ხალხმა თუ იცის ეგ? იცის აბარავა, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი თუ იცი? რას ფიქრობს და ასაჟენზე რომ მიაღწევს ხრელი, დაიგებს ზებო. დაიგებს და ჩამაფკრავს არც. რანაირად ელია მამზარის ჩამოკრას არის ტყვი. ათეთრად გამობასული ყურების სულ. რა ვქნა თაწემოს? ვიყოთ აქ თუ წავიდეთ სხვაგან? სხვაგან რატომ უნდა წავიდეთ და თაბატონო? ასე ბედნიერ ადგილს სად ვიპოვიდეს ორი აბრაკი? თანაც სეთურს უხარია ჩვენი აქ ყოფნა. აჩაღებში ხმას გააგდებს აქ რომ ვარ და აღარავინ მოეკარება. ბოროტი კაცია სეთური. და მის ხელში ჩავარდნილი ხალხი ძნელი საყურებელია მეტად. ჩემი ხასიათის პატრონი. გადავეყრები რა მევედრობას და სხვასაც უარა შემომთხოვლობათ ვიცი ეს მე. მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი მამამან ჩვენმან უსათნოსმან და უკეთილესმან რომელარს არქიპო ექვთიმე მელენტი პოლიექტი
დომენტი აბესალო იქონდა კალენიკე იცოცხლოს მარადჟამს პოლიგრონიომ 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 ენა იყოს დაგაგონება ვეისამასიკით მარტო არქიპო თუ გიხსენებიათ ჩვენი მამა და მარჩენელი არქიპო მიცოდეს და თქვენ გაიგონეთ ამდენ სახელს ვინ იტყვის ერთად დაგვასწავლეთ თორემ დავიღუპეთ და ეს არის როსო აღარ გასწავლით აღალზე დაგიწერთ და მოგიტანთ სერაპიონმა კეიცის ასოების გარჩევა და დაგეხმარებთ ახლა დავიღუპეთ თექსვიანა და ცოლშვილიანა გავწყვეტ წელში სერაპიონა მისი წილი მიწისრევით ვინ მიცემს მაგის ნებას იცი სასწრები და უნდა მოგეხმაროს სულთაცებს აბარავ კი აბა მე წუღებისკენවත් მეხერხება რა ვქნათ წუღებით უსაცმლოდ შეგიგონოთ ხალხო რა შვებით ხალხო რას გევხართ თუ ხედავთ ამას ვინ ხართ თქვეუბედურებო რა ჯიშის ხართ რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა არ ფიქრო ვერ ხედავთ ამას რაო მაკაცმა რაო და მარჩინალზე მამაძაღლიო და თაბაგარზე მოსასპობიო მოსასპობი და მამაძაღლიო გაგოუბედუროს უნდა ხომ დასხეთ მაგათ ბიჭებო დასხეთ დამბანჩები აქვს ბიჭებო მაგეთ დამბანჩები